ამ ვიდეოში გაჩვენებ თუ როგორ უნდა დავწვათ ფანტომის საფულეზე ჩვენს ხელთ არსებული NFT-ები და გაჩვენებ თითო NFT-დან რამდენი Solana გვიბრუნდება დაწვის შემთხვევაში. NFT-ს გააჩნია თუ რამდენს გამოვიმუშავებთ NFT-ს დაწვისგან, ამას განსაზღვრავს თვითონ პროგრამა ავტომატურად. გაჩვენებთ ახლა დეტალურად. გადავდივართ NFT-ების განყოფილებაში. აქ მაქვს 91 ცალი NFT. ვაწვევით. შემდეგ ვირჩევთ კონკრეტულად რომელიმეს, მაგალითად აი ამას. შემდეგ ვაწვევით აი აქ. და ვირჩევთ დაწვას. აი აქ მიჩვენებს რამდენი ტოკენი დაბრუნდება უკან, მაგალითად Solana-ზე 0.01 დაბრუნდება და იქ რაღაც 100000-ებია, რაც არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქვემოთ არის მითითებული საკომისიო ძალიან მიზერული არის. აქ მოვუნიშნავთ, რომ გვინდა აი ამ NFT-ს დაწვა და ვაწვევით აი აქ. ეს NFT დაიწვა უკვე გადავალ ახლა მთლიან შევხედავ მთლიან ბალანსს და ჩემი ბალანსი შეიცვალა დამემატა გარკვეული რაოდენობის თანხა. ახლა ვიდეო დიდი რომ არ გამოვიდეს, დავწვავ 91-ს, მოკლედ რაც დაიწვევა პროგრამულად. თავარი არის რომ მარკეტზე არ უნდა იყოს დადებული ეს NFT გასაყიდად და დავწვავ და ბოლოს გაჩვენებ თუ რამდენი გამოვა თანხობრივად კონკრეტულად აი ამ კურსით. ფასები დაეცა მარკეტზე, Solana-ს ფასიც დაეცა ასე თუ ისე ცოტა, მაგრამ ვნახოთ რამდენი გამოვა 91 ცალი NFT-ს დაწვის შემთხვევაში. ვისაც გაქვთ ძველი აპლიკაციები Volcanies, შეგიძლიათ გახსნათ, განაახლოთ. თუ გაქვთ ბევრი NFT, შეგიძლიათ დაწვათ და გამოიმუშაოთ კონკრეტული რაოდენობის Solana. თუ მოგწონთ ასეთი ტიპის ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, ზარისხილაკიც გააქტიურეთ, რომ არ გამოგრჩეთ ამ ტიპის ვიდეოები. დაახლოებით NFT-ების ნახევარი დავწვი და აქ ჩანს ანგარიშზე რამდენი მაქვს. ვნახოთ ტრანზაქციები, ეს არის ტრანზაქციები, სადაც ჩანს რომ ეს NFT-ები დაიწვა. გადავიდეთ ახლა გავაგრძელოთ ისევ ჩვენი საქმიანი. $31 ცალი მაქვს. ზოგიერთი ვერ დავწვი იმის გამო, რომ არის მარკეტზე დადებული გასაყიდად და მარკეტიდან რომ მოხსნა, იმდენად ძვირი არის, ჯობია დავტოვო. როცა ფასები შეიცვლება, იმის მერე ვიფიქრებ მარკეტიდან მოხსნაზე.
91 NFT-დან დამჩა 3 NFT, ამასაც დავწვავ და ნახოთ ერთად რამდენი გამოვიდა ჯამში Solana. და კონკრეტულად Solana-ს ფასის მიხედვით გამოვიანგარიშებთ მერე თანხის რაოდენობას ავტომატურად გვაჩვენებს ფანტომის საფულე რამდენი იქნება დოლარში. დავწვათ ესენიც. ხშირად აქვს ხარვეზები და შეგიძლიათ რამოდენიმეჯერ გაიმეოროთ დაწვის პროცესი. წინა მაგალითად არ დადასტურდა წინა NFT-ს დაწვა. ჩადოთ ხელახლა. სავარაუდოდ მარკეტზე მაქვს დადებული გასაყიდად. ერთხელ ვცდი ისევ და ამას დავიტოვებ. სამახსოვროდ დავიტოვებ ამ NFT-ს. კარგი, ეს არ იწვება, მოკლედ 80 NFT დავწვი, კონკრეტულად Volcanic NFT-ებზე არის საუბარი. გადავალ ახლა მთავარ საფულეში და ჯამურად გამოვიდა $95. ნუ $3 ანგარიში და მინიმუმ რო ვთქვათ გამოვიდა $90. ეს არის 0.77 Solana. გააკეთა იქ რაღაც გადარიცხვის საკომისიოები, ასე შემდეგ. მოკლედ ჯამში 91 NFT-დან გამოვიდა $90. დავამგვარლოთ ნაკლები ვთქვათ. ვისაც გაქვთ შემონახული ძველი NFT-ები, შეგიძლიათ ასე დაწვათ და შემდეგ მიიღოთ Solana. ამას ახლა ან Bybit-ზე გადავრიცხავ, ან სხვა ტოკენს ვიყიდი, ან დავჰოლდავ და როცა გაიზრდება ფასი, ამის შემდეგ გავყიდი. მოკლედ ასე შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ყველაფერი. ყველას წარმატებას გისურვებთ დროებით.